დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ბორდერლაინი, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა. ბორდერლაინი, ანუ მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა, კომპლექსური ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ემოციური არასტაბილურობით, არასტაბილური ურთიერთობებით, საკუთარი თავის არასტაბილური აღქმითა და იმპულსური ქცევით. ეს აშლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ურთიერთობებზე, სამუშაოზე და ზოგადად კეთილდღეობაზე. ბორდერლაინის პიროვნული აშლილობა მიეკუთვნება პიროვნული აშლილობების ჯგუფს, რაც გულისხმობს პიროვნების ფუნქციონირების ხანგრძლივ და დეზადაპტირებულ ნიმუშებს, რომელიც მოიცავს აზროვნებას, ქცევასა და ემოციურ რეაქციებს. ევროპული სამედიცინო გაიდლაინების თანახმად ეს აშლილობა გამოირჩევა ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვითშეფასების და ემოციური რეგულაციის არასტაბილურობით. ბორდერლაინი ხშირად ვლინდება მოზარდობის ან ახალგაზრდობის ასაკში და შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობის ასაკშიც. გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ ის მრავალი ფაქტორის კომბინაციით არის განპირობებული, როგორიცაა გენეტიკური მიდრეკილება, გარემო ფაქტორები და ტრაუმული გამოცდილება ბავშვობაში. გენეტიკური ფაქტორები. ბორდერლაინის განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს აშლილობა უფრო ხშირად გვხდება ოჯახებში, სადაც სხვა წევრებსაც აქვთ პიროვნული აშლილობები. გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორები, როგორიცაა ბავშვობაში განცდილი ძალადობა, უგულებელყოფა, ოჯახური დისფუნქცია და მშობლების არასტაბილურობა, ზრდის ბორდერლაინის განვითარების რისკს. ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორდერლაინის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ტვინის გარკვეული უბნების სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები, რაც დაკავშირებულია ემოციურ რეგულაციასთან და იმპულსურ ქცევასთან. ბორდერლაინის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად, თუმცა ზოგადად მოიცავს შემდეგს. ემოციური არასტაბილურობა. განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ინტენსიური და ცვალებადი ემოციური რეაქციები, როგორიცაა მძაფრი ბრაზი, სევდა, შფოთვა ან სასოწარკვეთა. ქრონიკული სიცარიელის შეგრძნება. არასტაბილური ურთიერთობები. ურთიერთობების ინტენსიური, ქაოტური ხასიათი, რომელიც ხშირად ხასიათდება იდეალიზაციისა და დევალვაციის მონაცვლეობით. მიტოვების ძლიერი შიში, რომლის თავიდან აცილებას ისინი სხვადასხვა გზით ცდილობენ. ხშირი კონფლიქტები და ინტერპერსონალური პრობლემები. თვითშეფასების არასტაბილურობა. არასტაბილური და დაბალი თვითშეფასება. საკუთარი თავის ხშირი შეცვლა და გაურკვევლობა. ქრონიკული შინაგანი კრიტიკა. იმპულსური ქცევა. სარისკო ქცევები, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ჭარბი ხარჯვა, სარისკო სექსი, გადაჭარბებული კვება და თვითგაზიანება. იმპულსური რეაქციების სიბრაზის, სტრესის ან სევდის საპასუხოდ. თვითგაზიანება და სუიციდური აზრები. თვითგაზიანება, როგორიცაა ჭრილობების მიყენება საკუთარი თავისთვის. სუიციდური აზრები და მცდელობები. ქრონიკული სიცარიელის შეგრძნება. მუდმივი შინაგანი სიცარიელის განცდა. დაკმაყოფილების შეუძლებლობა და მოწყენილობა. დისოციაცია. სტრესულ სიტუაციებში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დისოციაციური სიმპტომები, როგორიცაა გაუცხოების განცდა ან საკუთარი თავისგან ან რეალობისგან დაშორება. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას და სოციალურ მხარდაჭერას. ფსიქოთერაპია არის ბორდერლაინის მკურნალობის ძირითადი მეთოდი. სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპია გამოიყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად და პაციენტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. დიალექტიკურ ქცევითი თერაპია. ეს თერაპია სპეციალურად არის შექმნილი ბორდერლაინის სამკურნალოდ. იგი ფოკუსირებულია ემოციების რეგულაციაზე, სტრესთან გამკლავებაზე, ურთიერთობების გაუმჯობესებასა და იმპულსური ქცევების მართვაზე. პაციენტები სწავლობენ ემოციების მიღებას და მართვას, ასევე უვითარდებათ უნარები, რომლებიც ეხმარებათ მათ უკეთესად გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს. კოგნიტურ ქცევითი თერაპია. ეს თერაპია ეხმარება პაციენტებს დისფუნქციური აზროვნების შაბლონების და ქცევების იდენტიფიცირებასა და შეცვლაში. ეფექტურია ემოციური რეაქციების მართვისა და იმპულსური ქცევების შესამცირებლად. ფსიქოდინამიკური თერაპია. ეს თერაპია ფოკუსირებულია არაცნობიერ კონფლიქტებსა და წარსულის გამოცდილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს პაციენტის ამჟამინდელ ქცევასა და ურთიერთობებზე.
ფსიქოდინამიკური თერაპია ეხმარება პაციენტებს გააცნობიერონ და გადაჭრან შინაგანი კონფლიქტები, რაც ხელს უწყობს მათი სიმპტომების შემცირებას. მენტალიზაციაზე დაფუძნებული თერაპია. ეს თერაპია ეხმარება პაციენტებს განავითარონ საკუთარი და სხვების მენტალური მდგომარეობების გაგების უნარი. აძლიერებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს და ამცირებს კონფლიქტურ სიტუაციებს. მედიკამენტური მკურნალობა. მედიკამენტები გამოიყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგრამ ისინი არ არიან ბორდერლაინის მკურნალობის ძირითადი მეთოდი. ანტიდეპრესანტები. გამოიყენება დეპრესიული სიმპტომების შესამსუბუქებლად, ასევე ემოციური არასტაბილურობის დასარეგულირებლად. ანტიფსიქოტიკები. გამოიყენება აგრესიის, იმპულსურობისა და დისოციაციური სიმპტომების სამკურნალოდ. განწყობის სტაბილიზატორები. გამოიყენება განწყობის ცვალებადობის შესამცირებლად და ემოციური რეგულაციის გასაუმჯობესებლად. მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ფსიქიატრის მიერ, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. ბორდერლაინის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები მოიცავს ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი, სერტრალინი, პაროქსეტინი. სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, როგორიცაა ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, ნაკლებად ხშირად გამოიყენება. ანტიფსიქოტიკები. ატიპიური ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა რისპერიდონი, კვეტიაპინი, არიპიპრაზოლი. განწყობის სტაბილიზატორები. ლითიუმი. ანტიკონვულსანტები, როგორიცაა ლამოტრიჯინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედიკამენტების დანიშნა და დოზირება უნდა მოხდეს მხოლოდ ფსიქიატრის მიერ, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და სიმპტომების მიხედვით. რჩევები. ადრეული დიაგნოსტიკა. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აღენიშნებათ ბორდერლაინის სიმპტომები, მიმართეთ სპეციალისტს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. თერაპიის ერთგულება. მნიშვნელოვანია თერაპიის პროცესში აქტიური ჩართულობა და მკურნალობის გეგმის ერთგულება. ოჯახის მხარდაჭერა. ოჯახის წევრების მხარდაჭერა და ჩართულობა მკურნალობის პროცესში გადამწყვეტია წარმატებული შედეგისთვის. თვითდახმარება. პაციენტებს შეუძლიათ ისწავლონ ემოციების მართვისა და სტრესთან გამკლავების ტექნიკები, რაც დაეხმარებათ სიმპტომების შემცირებაში. სოციალური აქტივობა. სოციალური მხარდაჭერა და აქტიური სოციალური ცხოვრება ხელს უწყობს პაციენტის კეთილდღეობას და გაუმჯობესებას. ბორდერლაინი არის რთული, მაგრამ ეფექტურად მართვადი მდგომარეობა, თუ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე დაიწყება და პაციენტი დაიცავს თერაპიის პროცესს. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.